დილამშვიდობის დაუბრუნდით სტუმრებთან ერთად როგორც შეგვირდით და მოდი მე წარვადგენ ჩვენ სტუმრებს. ესე იგი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი, მოგესალმებით ბატონო გიორგი, და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე პირდაპირ თქვენთან გადმოვალ კითხვით. ჩვენ როგორც ვიცით, აღდგა 5 წლიანი პაუზის შემდეგ სტუდენტური დღეების აღნიშვნის ტრადიცია. ვინ არის ინიციატორი და ორგანიზატორი? პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. იმდენად რამდენადაც ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია და სტუდენტები ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ამ ღონისძიებისადმი. ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს კარგი ტრადიცია გაგვეგრძელებინა და სწორედ ამიტომ ხდება სტუდენტური დღეების ორგანიზება. საკმაოდ რეიტინგული პროექტია, ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავდა ყველა უნივერსიტეტი და ყველა სტუდენტი, რაც მონაწილეთა რაოდენობაზეც შესაბამისად აისახა და ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ერთის მხრივ სტუდენტებისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის და ამავდროულად უნივერსიტეტის წარმოჩენის. ძალიან კარგი შეჯიბრი. გეტყვებით ნამდვილად, იმიტომ რომ მეც ვიყავი სტუდენტი და მეც სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ ყველაფერში. მე მინდა თქვენთან გადმოვიდე, გეტყვით, რითია გამორჩეული 2011 წლის სტუდენტური დღეები? გამორჩეულია იმით, რომ ეს არ ტარდება არანაირი ღონისძიება დარბაზში, არის ყველაფერი ვაკის პარკში. დღეს დაიწყება მგზავრების კონცერტით, ასევე მოძრაობის თეატრის ცეცხლოვანი შოუ იქნება. ძალიან კარგი სანახაობები. ეს 5 დღე იქნება ფესტივალი ვაკის პარკში. ანუ რამდენიმე ღონისძიებაში იქნება ერთდროულად შეჯიბრებები, კონკურსები, ტურნირები. სულ 27 სახეობა არის და 27 სახეობის გამარჯვებული მიიღებს ბროლის გრამს, რომელიც თან მაქვს და მე ძალიან მაინტერესებს რა მასშტაბით გაიმართება. სულ მონაწილეთა რაოდენობა არის 300, როგორც ინდივიდუალური პირი, ასევე ანსამბლი და ჯგუფი. მონაწილეების რაოდენობა დაახლოებით 900 არის, ხოლო ველოდებით მაყურებლებს უამრავს. გადაჭედილი იქნება ყოველ დღე დარწმუნებული ვარ ვაკის პარკი დღევანდელი საღამოდან, ხვალ დილიდან. დილის 11 საათიდან სტუდენტი შეიძლება მოვიდეს ვაკის პარკში და უბრალოდ არ მოიწყინოს. გაერთობა ყველაფრით, რითაც შეიძლება რომ გაერთოს ადამიანი. რა პერიოდულობით ჩატარდება და რამდენ დღიანი იქნება ეს ფესტივალი? ეს არის 5 დღიანი არის ეს ფესტივალი და წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ეს ამ ტრადიცია აღდგება და ყოველ წელს უკვე ყოველ მომდევნო წელს რა თქმა უნდა უკეთესი და ისეთ ხარისხით იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ გუნდებიც ეხლა იქნება ზოგ უნივერსიტეტში და ეხლა დგება შეიძლება ითქვას ეს ტრადიცია. თქვენ თუ თვითონ რომელიმე სასწავლებლის გულშემატკივარი თუ ხართ? ესე კონკრეტულად არც ერთის ჩვენ ვართ ყველაზე ისეთი. ძალიან ბევრი გამორჩეული და წარმატებული ჯგუფი არის ამ უნივერსიტეტზეც. თვითონ ამ ღონისძიებას. გახსნით ხვალ იქნება ცეკვის კონკურსები, იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტების ცეკვის ანსამბლები, როგორც თანამედროვე, ასევე ფოლკლორული ანსამბლები, ხოლო რაც შეეხება გულშემატკივრობას, ნიჭიერი ადამიანები ყველგან არიან. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ამ სტუდენტური დღეებით წარმოვაჩინოთ ნიჭიერი ადამიანები. არ აქვს მნიშვნელობა, ხა ჩვენ შეიძლება ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, მაგრამ უამრავ უნივერსიტეტში ჩაწყობა ესე კი არ ხდება. თქვენ ეხლა დღეში ნახავთ მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის შესანიშნავ ანსამბლს და ასევე მინდა ვთქვა, რომ სხვა კერძო უნივერსიტეტებსაც უამრავი კარგი ჯგუფები, ანსამბლები, ნიჭიერი ადამიანები ყავთ სხვადასხვა სახეობებში სპორტი იქნება ეს თუ ხელოვნება. რამდენი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას? 28 უნივერსიტეტი იღებს. საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნება. ძალიან წარმომადგენლობითია, თითქმის ყველა, ვისაც კი შესაბამისი შესაძლებლობა გააჩნია რომ წარმოადგინოს და სახეობებიც ბევრია. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან საინტერესო აღმოჩნდება. დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის მაინც ძალიან ისეთი ახალი წარმატებული ცნობილი სახეები წარმოსდგებიან შეიძლება. მოკლედ სტუდენტური დღეებისთვის მომზადებული სიურპრიზით ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ჩვენ არ ვამთავრებთ ამით ჩვენს სტუმრიანობას, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. დილამშვიდობის. როგორ შეხმატკბილებული გამოგვივიდა კარგი. ნამდვილად. მოდი კიდევ ერთხელ მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა და შევახსენოთ ჩვენ დღევანდელი სტუმრები და ესენი გახლავთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი ავალიანი და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი მეგრელიშვილი. კიდევ ერთხელ დილამშვიდობის, კიდევ ერთხელ მადლობა რომ ხართ ჩვენს გვერდით. და მოდი ისევ გადავიდეთ ჩვენს თემაზე, სტუდენტურ დღეებზე და მე მინდა გითხოთ, რა სახეობებში იქნება შეჯიბრება?
სახეობები იქნება ნებისმიერი სახის, ეს იქნება მუსიკაში, იქნება ცეკვები, თანამედროვე ფოლკლორული, ასევე სიმღერები იქნება როგორც სოლო, დუეტი, ასევე ჯგუფის, ბენდის იქნება. სახეობები იქნება ასევე სპორტულ სხვადასხვა სახეობებში. ფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი და რაც ყველაზე მთავარი არის, მინდა ვთქვა, რომ აქედან შერჩეული საუკეთესო ნომრები, საუკეთესო მონაწილეები შემდეგ გალა კონცერტზე დაესწრებიან და იმღერებენ ესტრადის ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, სალომე ბაკურაძესთან, ნოდიკო დადაშვილთან, ვაჟამანიასთან და სხვებთან, ასე რომ ფიქრობ, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ამ სტუდენტებს, რომლებიც აქამდე არ დგანან დიდ ესტრადაზე, უკვე მიეცათ შესაძლებლობა და გამოვიდნენ, ესე ვთქვათ, ასპარეზზე. ანუ ფაქტიურად ორ საქმეს ერთად ემსახურებით უნივერსიტეტების. ანუ 28 უმაღლესი სასწავლებელი ღებულობს ამ ფესტივალში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ გავმეორდები მაყურებლისთვის, რომ უფრო კარგად იცოდნენ, რაოდენობა ძალიან წარმომადგენლობითი ახლა 28 უნივერსიტეტი პრინციპში სრულიად მოიცავს მთლიან საუნივერსიტეტო სივრცეს. აქ რა თქმა უნდა, ყველა რეგიონი არის ჩართული და ყველა უნივერსიტეტი მონაწილეობს. ძალიან კარგია, რომ ამდენი ნიჭიერი სტუდენტი ყავს და ყველამ გამოთქვა ალბათ სურვილი მონაწილეობის. მე პირადად მოწოდებით გამოვა. ეს მხოლოდ დასაწყისზე კარგი სიტყვები. ჩვენ ნახავთ, აი დამერწმუნეთ რამდენიმე წელიწადში როგორი ისეთი მასშტაბური, როგორი ხარისხიანი და როგორი დახვეწილი სტუდენტური დღეები გვექნება, ანუ ისეთ სტუდენტური დღეები, სადაც საზოგადოების ნებისმიერ ყველას დიდი სურვილი გაუჩნდება, რომ ანუ მე და ჯაბასაც შევძლებთ, რომ მე პირადად მოუწოდებ ყველა სტუდენტს აბსოლუტურად, რომ მე ხო ვიცი, მეც ვიყავი სტუდენტი და იმ პერიოდში არაფერი მსგავსი არ ხდებოდა ფაქტიურად, რაღაცები იყო და ბევრი ჭხუბით თავდებოდა ხოლმე ეს კარგად მახსოვს. ჩვენ გვახსოვს არც თუ ისე შორეულ წარსულში როგორ ერთობოდნენ სტუდენტები შენი სამსახიობო ჩვენ დღეს სხვა პროგრამებს ვთავაზობთ. შენ არანაირი რაღაცა ნომრით არ გამოდიოდი თეატრალური უნივერსიტეტი ეს თქოთ საკავენო ნომერს არ იყენებს არასოდეს, უბრალოდ იყო სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობდით ან რაღაცა 1000 რაღაც არსებობდა, ეს ჩავერთვებოდით სიამოვნებით, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო. სპექტაკლები არიყავით ჩართული სტუდენტები ჩვენივე უნივერსიტეტში, ჩვენივე სცენაზე თამაშობდით ხოლმე. კარგად. ძალიან კარგი. რა სიახლეები და რა სიურპრიზები გველის ეხლა მაყურებლისთვის? ეხლა მაყურებლისთვის გველის ტექნიკური უნივერსიტეტის მშვენიერი ანსამბლი ურსა, რომელიც მშვენიერ ნომერს წარმოგვიდგენს, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მღეროთა და საზიანთა გუნდის პატარა სკეჩი, ანუ როგორც სკეჩებში, ასევე თეატრალურ წარმოდგენებში, ასევე როგორც გითხარით, სხვადასხვა ხელოვნების სხვადასხვა დარგებში იქნება კონკურსი. ვფიქრობ, რომ ძალიან მოეწონება მაყურებელს. კარგი, ჩვენ შეგვიძლია მაშინ ჩვენთვის შემოთავაზებულ სიურპრიზს პირდაპირ აქეთ მხარეს გადმოვიხედო და მოგესალმებით ბიჭებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ და გითმობთ ეთერს თქვენ.
ძალიან დიდი მადლობა მე პირადად. ყოველდღიურად თუ იქნები ჩვენთან ერთად ჩვენიერი იქნება განწყობისთვის. ეს გახდა უსიკალორი ნომერი ჯგუფი ურსას მიერ განხორციელებული, რომელიც ტურფავ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ. მოდი ისევ თქვენთან გადმოვალ და მეორე სიურპრიზი ჩემოგთავაზოთ თუ შეიძლება. მეორე როგორც გითხარით არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი და მისი პატარა ესე ვთქვათ მინი სკეჩი. მინი სკეჩი. ძალიან საინტერესოა. ეს ძალიან საინტერესოა. გამარჯობა. უიმე. მე მგონი წაგვერთო მოვალება. ხوار დაუთმოთ ადგილები. კი ბატონო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ორი წარმომადგენელი და კი ბატონო, გითხოვთ ეთერს. ხوار დაუთმოთ სკამები რასე თქვი. კი ბატონო, ესე პირდაპირ წარგადგენ. შოთა გურული, სალომე თხელიძე. თხელიძე. დამძალეთ თუ აი დგომეთ კარგი. დილამშვიდობის ეთერში ჩვენი საინფორმაციო გამოშვება და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობს სალომე თხელიძე და შოთა გურული. მოგესალმებით, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გვიყვარს თქვენი არხი, განსაკუთრებით თქვენი რეკლამები არის ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო, აი არაჩვეულ ინტელექტუალურიც კი, მაგრამ აი ზოგჯერ ეს გადაცემები რომ ჩაერთვება და ჭრის ხოლმე აი ეს არ მომწონს ერთადერთი. მინდა ვთქვა ასევე რომ ძალიან კარგია იმედის დილოში ქრონიკის გასვლა, რადგანაც ხშირად დილით მოდუნებულობი ვართ, გვეძინება და ეს დილის ექსტრემი, ახალი ამბები, ნიუსები, მკვლელობები და რაღაც უბედურებები ხშირად გვაფხიზლავს, ისე რომ აი ყავაც აღარ გჭირდება. კი. და განათლების სამინისტრომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნუცა სკოლაშიც მანდატური დაამატოს. და ასევე მოგახსენებთ, აღარ გადის სტუმრად იუმორესთან ეთერში და თქოთ წუთიერი ტაშით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. შეგახსენებთ, რომ 18 და 22 მაისის ჩათვლით ვაკის პარკში გაიმართება სტუდენტური დღეები და იქ შევხვდებით. მე კი შეყვარებულების საყურადღებოდ ვიმეორებ, ვაკის პარკში გაიმართება 18-დან 22 მაისის ჩათვლით სტუდენტური დღეები და თუ შეიძლება მოვერიდოთ. ბევრი ხალხი იქნება და მე მგონი სხვა პარკებიც არის ქალაქში. და მოჭადრაკეების საყურადღებოდ ვაკის პარკში ვინც ხართ, სტუდენტები ვიქნებით და ეხლა ძეწკიმატებს არ ვართ. მინდა რომ ბებია ჩემს ბები მიყურებ? ხო, ნახეთ ამას კვაჭანტირაძე კი და ავტოგრაფიც მომაქ. კი, მალე მოვა. ჩვენ კი ერთმანეთს სტუდენტურ დღეებზე შევხვდებით. მადლობთ. კარგი გზნობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არ შემიძლია ბევრ საკითხში ადამიანებს არ დავეთანხმო, მე ვხედავთ რომ ხუბრობა იყო, მაინც ვეთანხმები. მე პირადად კარგი, მოდი, მე ისევ და ისევ სტუდენტებს მოვუწოდებ, რომ ჩაერთეთ ამ ძალიან კარგ ინიციატივაში და მე რატო არ ვარ სტუმარი, არ ვიცი. კარგით, მე ისევ სტუმრებთან გადავალ და მე მაინტერესებს თქვენი მოწოდება. რას მოუწოდებთ სტუდენტებს? კი ბატონო, ყველას გვინდა უბრალოდ თხოვოთ, რომ ურჩიოთ მოვიდნენ, ნამდვილად მოგებულები დარჩებიან, ძალიან ასიამოვნები დარჩებიან ამ ყველაფრისთვის, ამ ყველაფრით და იმდენად მოინდომეს, იმდენად ბევრი ჩადეს სხვა უნივერსიტეტებმა ამ ყველაფერში, რომ ნამდვილად დაუფასოთ და ყველამ ერთად ყველას თხოვთ, რომ მოვიდნენ და ვისიამოვნოთ ყველამ ერთად ჩვენი უნივერსიტეტების წარმოდგენებით. დღეს 8 საათზე ყველას ვერით მოძრაობის თეატრის ცეცხლოვანი შოუ ბრეიქდანსის მშვენიერი შოუ იქნება ასევე და რა თქმა უნდა ჯგუფი მგზავრები დღეს საღამოს 8 საათზე ვაკის პარკში ყველას მათ შორის ისინი ვინც ვაკის პარკში დაგხვდებიან შეყვარებული წყვილები. შეგიძლია დააწოდოთ. მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ხალხი მოვა, იმიტომ რომ ნუ მგზავრები ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია, მე მგონი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების. განსაკუთრებული სტუდენტებისთვის რამე ხوارი გეკმება, რამე შოუ ან რაღაც ისე. შოუებით როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, მოძრაობის თეატრი ბრეიქდანსის შოუ და რაღაც ესეთი სტუდენტების მიერ წარმოდგენილი შოუები, რა თქმა უნდა, იქნება. სწორედ ამაში არის კონკურსებიც და როგორც გითხარით, 27 სახეობა არის და შესაბამისად კონკურსები ამ სახეობებშიც იქნება. მოკლედ სხვა არა დაგვრჩენია რა, გარდა იმისა, რომ მოვიდეთ და უყუროთ და უყუროთ ამ ყველაფერს. აუცილებლად და ზეგ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დავაანონსოთ და მე ჩვენი აზრიც გამოვთქვათ დილის. კარგი, სტუდენტები არ ვარ და ისე დავკვატიჟეთ მაინც მო. არა, იქ არა, აუცილებლად ხოლმე სტუდენტი იყოს, მსმენელის არ შეყვარებულები არ სტუდენტები. თავის წარმოადგენლები იქნებიან, მათ შორის მშობლები, ნაცავები და ისინი. კარგით, რას
დიდი ახალგაზრდული ის ზეიმი. ზეიმი არ ძალიან მოგიდა კარგი. ეხლა რომ იყო სტუდენტი? ნუ მე სტუდენტი არ ვარ, შეყვარებულიც არ ვარ, მაშინ როგორც ეს აფერისტი არ შენ მაშინ. როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა მე წავალ და როგორ გაზდა? ახალგაზრდა. დიახ. წავალ და დავესწრები ამ კი ბატონო, რა ვქნებით, რომ სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის თან უკვე ფორმაში ვარ დიეტის შედეგად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენს ეთერში